მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ვისაუბროთ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე. ახლა გაყოფილია ორად უკვე მხარე არჩევნებში მონაწილე და არჩევნებში ბოიკოტის მომხრეები. ორივე ჩვენ და სამწუხაროდ ფიქრობს ერთმანეთის განადგურებაზე და ოთხივე ფიქრობთ სხვა პოლიტიკური პარტიების და სხვა პოლიტიკური ადამიანების განადგურებაზე. ეს უნდა დამთავრდეს. მე ვთვლი, რომ არჩევნებში მონაწილეობა იმდენად დიდი ტრაგედია არაა და ვთვლი, რომ არ უნდა მიიღონ, მაგრამ მაინც იმდენად დიდი ტრაგედია არაა, რამდენადაც მთელი ყურადღების გადატანა ამ საკითხზე და ურთიერთცოლა ამ საკითხის გარშემო. ეს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ის, რომ თუნდაც ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას. ამიტომ რა ვიცი, ახლა გამოსავალი არის ერთი რამ, ვაიძულოთ, რომ დაანებონ ახლა ამაზე საუბარს თავი და კეთილი ინებონ და ვინც მონაწილეობს არჩევნებში, მათ ტელევიზიაში ჯდომას ახლა და იქიდან განხილვა იმის თუ რა კარგია არჩევნებში მონაწილეობას, ამას თავი დაანებონ და ჩავიდნენ ჭიათურაში, ჩავიდნენ ბალდაში, სადაც პრობლემა, ჩავიდნენ სულორში, სოფესულერში, სადაც პრობლემა, ჩავიდნენ ქობულეთთან იმ გზის მშენებლობის მუშებთან, ჩავიდნენ საირმეში, სადაც პრობლემა და ასე შემდეგ და ასე პრობლემების მტრაია ამ ქვეყანაში. და მტკიცებას თუ რა კარგია, ამას ჯობია ხალხში გავიდნენ. და ახლა მეორე მხარემაც ბოიკოტის მარტო ძაღლი ამას აშველის, ამას უნდა მუშაობა და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რა გახდა ამ რეგიონებში გასვლა. და ვანებოთ ამ ტელევიზიიდან კეგლუცებებს თავი და ვიმუშაოთ ადამიანებთან. და მე მაინც ვფიქრობ, გამოსავალი არის ერთ რამეში. ახლა რაც უნდა მეგობრობის აქტი მიიღოს, უკვე ესენი ამისთვის ათარი, რაც უნდა ვიზა ლიბერალიზაცია შეგვიჩერონ, ესენი ამისთვის ათარიან, ესენი არსად წამსვლელები არ არიან და არაფრის დათმობასაც არ აპირებენ და იმდენად გათავხედებული არიან უკვე და იმდენად თვლიან, რომ გაიმარჯვენ ოპოზიციაზე და ხალხზე უпроსორად, რომ შიდა გაჩევები აქვენ ახლა და შიდა ფულების გადალაგებებზე აქვენ ზრუნვა, იმდენად თვლიან, რომ აქეთა მხარეს, თუ ამას ვერ უნდა ბედავდნენ ამ წუთას, რომ გამარჯვებულის ის არ ქონდეთ წმენა მათ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და მე მაინც კიდევ ერთხელ ვთვლით, რა ვიცი, რა ფორმით, რომელი ფორმით, პრეზიდენტის საშუალებით, რაღაც ყრილობის საშუალებით, არ ვიცი რა, ჩვენ თვითონ უნდა დავნიშნოთ არჩევნების დღე და ყველა მსურველმა პარტიამ, რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონ უნდა დაიწეროს ახალი საარჩევნო კანონი, უნდა მიიღონ ახალი ადმინისტრაციის შექმნის კანონი და ამ ახალი კანონები, რომელიც განხილული იქნება ევროპარლამენტთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან, შეთანხმებული იქნება, ამ კანონით ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ გვაქვს ამის გამოცდილება და ამის პრეცედენტი მაგ ქვეყანაში. ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ არჩევნების ჩატარება, რაც ყველაზე მცირე, რასაც მოიტანს არის ის, რომ მათი დაგეგმილი სცენარით არ განვითარდება მოვლენები და მათი თამაშის წესებიდან გამოვალთ და ჩვენ შევთავაზებთ თამაშის წესებს და ჩვენ ავირჩევთ მოედანს. ყველაზე მცირე ეს სიკეთე მაინც იქნება და ვთვლი, ახლა ყველაზე დიდი დანაშაული არის ერთი რამ, მთელი პოლიტიკური აზროვნება, ენერგია მიმართოთ ერთმანეთის მტკიცების და რა ცუდია არჩევნებში მონაწილეობა ადგილობრივში და რა კარგია ბოიკოტი, ამაზე ენერგიის და დროის ხარჯვა ვთვლი, რომ მეტი დანაშაულია, ვიდრე ის, რომ ვიღაცებმა გადაწყვიტენ არჩევნებში მონაწილეობა. მადლობთ ყურადღებისათვის.